გამარჯობათ მეგობრებო. მე ვარ გიორგი ხამსაშვილი, ოპერატორი ჯავახა. დღეს ვიმყოფებით ბაზალეთის ტბაზე. ამოვედით. დღეს არის ზუსტად 4 ნახევარი. უკვე გავშალეთ, აგეთ ჩემი ბათუმი გავშალე მეგობრებო. ჯავახამ უკვე მოზიდა თავისი, მეც მოზიდე. რაც ქონა სახში რა, ის გამოვიყენეთ. მარწყვი აქვს ჯავახას, მე მაქვს შერეული ნაზავი, შოკოლადი და მარწყვი, ცოტა და ორცხობილი, ანუ პეჩენია შეურიე ცოტა. მოკლედ, დამატებით ახლა რები, რას გავთვლით, როგორ გავთვლით, ასე შემდეგ. ამას ყველაფერს ადგილზე წამოგიდგენთ. ჩემ წერას და ჯავახას წერასაც წამოგიდგენთ, რა თქმა უნდა. ჯავახას თუ აქვს გათვლა რომ თეთრულა იჭიროს ვარდნაზე. მე უფრო გასამექნება რომ კაჩხანა ვიჭირო. და ნახოთ, აბა რომელი მიდგომა უფრო გაამართლებს რა და ჩატყნოსაც გაჩვენებთ აუცილებლად რა. და თხოვნა მექნება. ჩემ ვიდეოს ძალიან კარგად უყურეთ, მეგობრებო, ვინც ახლა მუდმივად ჩემი გამომწერები ბრძანებით რა. რომ კიდევ მოდის SMS-ები რომ ფრედი როგორ ავაწყო, ფიდერი როგორ ავაწყო, ტივტივ როგორ ავაწყო, 390 ვიდეო მიდევს მეგობრებო, 390. ეს დეტალები მაქვს ყველაფერი ახსნილი. სამოყვარულზე როგორ ააწყოთ ფიდერი, სპორტულად როგორ ააწყოთ ფიდერი, ასევე ტივტივა როგორ ააწყოთ სამოყვარულზე, როგორ ააწყოთ სპორტულად ნებისმიერ თევზე. თხოვნა მექნება მეგობრებო, გადაავლეთ თვალი რა. მე არ მეზარება. მე ისედაც აგე მოვედი, წერ ვიდეოს თქვენ დაიხმაროთ. მე ისედაც ვიცი ეს ყველაფერი, ძმაკაცურად გამიკეთე მეგობრებო. ეს ყველაფერი ისედაც ვიცი. თქვენს გამოვწერ, რომ უფრო განვითარდეთ, უფრო გაშალოთ თქვენი ცოდნა და უფრო შედეგიანი იყოს თქვენი თევზაობა მეგობრებო რა. ეხლა ვიყოფებით დაანახე ჯავახ. ბაზალეთზე ვართ, კიდევ ერთ გამეორდები, ოღონდ სოფლის მხარეს ვართ მეგობრებო. აი სასტუმროების კოშკების მხარეს დგავართ, შემოკარგებო. პლიაჟი არის. იქით მხარეს, პლიაჟი არის იქით მხარეს. აქეთ არის უკვე ბალახების მხარეს ვართ ჩვენც. უკვე აღარ მოვასწენ უკვე ჯავახას. მე ჯოხსაც გავშლი და დავიწყებ თევზაობას უბრალოდ რა. დეტალებში რა დასჭირდება ახლა ბაზალეთს ახასიათებს, რა თქმა უნდა, წნევა. ეხლა ეს ნიავი უფრო კარგია, იმიტომ რომ არ იქნება წნევა წყალში. როცა მზიანი ამიდები ხომ, აი რა გავითვალისწინოთ აი ამ დროს. წინაც მიდევს წნევიან პერიოდში 4 კილო დავიჭირე მეგობრებო. ეხლაც რა თქმა უნდა კიდევ ახსნე. თუ დასჭირდა რა თქმა უნდა. ეხლა უბრალოდ ავიღებთ ორიენტირს, აღარ ახსნი, ბევრი ახსნილი მაქვს, ბევრჯერ მაქვს ახსნილი. ავიღებთ ორიენტირს, დავყვებავთ ერთ ადგილს, დაველოდებით, თუ რამოდენიმე 1 საათში, საათნახევარში არ შემოვიდა თევზი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე ჩავრთავთ ტვინს და უკვე გასწრები, გამოთვლები, ექსპერიმენტები, რაღაცები, რაც იქნება დეტალებში აღიხსნით რა. აბა დროებით მეგობრებო და წინა კადრებს შევეცებო გადავიხო. მეგობრებო, ახლა ვიწყებთ. გროვე დაკვებაზე წავა, გადავალ. ნახავს შევა ერთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დრო აღარა მაქვს. უკვე 4 საათია უკვე. დროა დავკარგო. ახმოვარში ჩავწერ აუცილებლად კერის ძებნას ტბაზე, აუცილებლად. და რა თქმა უნდა დეტალებს გადავიღებ. ეხლა შევეცებო ჩატყნები გაჩვენოთ თევზის გამოყვანაც და ნახოთ. ო მეგობრებო, ეს კაი დაკმარ. დავიჭირეთ. დავიჭირეთ კაჩხანა. ჯავახ. ოჰო, ეს კაია, ნახე. რასი ბძვის. კაი გაწია, იმედია გამოჩნდა მეგობრებო, შარვარს ვისწორებდი. ჯავახ. ნახე რა კაია, ბიჭო. ბიჭო. ჩემი სადოკი არ გიგათხოვე. ისა, ამოსაყვანი. მეგობრებო, მაგარი ზომა დავიჭირე. აგიო. ესეც ერთი. ამოსაყვანი არ გინდათ ხო გათხოვე? ერთი. ეხლა ჩავატრიალოთ, რომ შემოსულია. და შეიძლება უცებ იდგეს მეგობრებო. იმედია გამოჩნდა ჯავახი.
ძალიან ჩატყმა იყო. ჰა? სადავე გავუკეთეთ 70 სანტიმეტრიანი მეგობრებო. თავი დავისვიე მაინც ნელა ჩადიოდეს, წნევა თუ ექნება წყალს. ნელა ჩადის ის კარჩხანა მაგლა იქნება რა თქმა უნდა და უფრო ადვილად აიგებს, მაგრამ ეხლა ჟანგბადი მეტია, ნიავია, წყალის თბილია. ნახოთ. და მოჭიმოთ, ოდნავ მოჭიმოთ. არ მოვაცილოთ, ადგილის თაც ყვებავთ, იმ ადგილს არ მოვაცილოთ, მეგობრებო, ოდნავ შეგიძლიათ რომ ოდნავ მოჭიმოთ. რომ რა აზრი აქვს ხა თუ ჩააგდებ და წამოიღებ ის დაყვებილი ადგილი გკარგება ხო აზრი არა ახლა ანუ კომბინაცია მოეწონა ოცხობილა ვიყიდე მაღაზიაში მეგობრებო მიქსერში გავატარე და ვანილის ისა იმას აქვია ჯისტიმის მარწს და ჯისტიმის შოკოლადს გაურია ორცხობიდან რა. ჩემი დასაკვებიც გამოვა მალე. ჩემ არხზე ნახავთ ფიცოთ რა. ეს თეთრულა უეჭველი. თეთრულა და მაგარი ზომის. წამოვაცვნებ ხავს. ეგრე ვიჭედი ტემპში. ჰა? ტემპში წამოვაცვ. ტემპი თუ გინდა ეგ უნდა წამოვაცვო უჭო. ერთ კაბზე უკეთებ რომ იმოძრაოს ხვირმა. არა უყურე, გააჩნია სიტუაციას, მეც ეგრე უკეთებდი ხოლმე, მაგრამ მიზანი თუ აქტიურად თევს იმას მიზანი აქვს თევს რომ როგორ წითელი ისე წამოვაცვ. ანუ მიზანი აქვს თევს რომ ის შეჭამოს დაიგე? და გაწვარეთ, გაიგე, არასწორ ჩატყოს გაძევს ამ დროს. 100-დან 50-ს დაიჭერ. არა იმ ტექნიკით. უყურე დაინახა ჭია ჩააგდო და იმ ჭიას აქ მე ეგრევე ნემსყავი შინ გაიგე? ოკეი. თეთ ჭიაზე მეგობრებო ერთ სალი ამოვიდა კარჩხანა ახლა უკვე დატყმარი კიდე ჩატყმა მაქვს მოუხშვა ვახოთ ამოვიდა 2 კარჩხანა არ ჩანდა ახლა შევცვალე ცოტა მარმარი არ შეცვალოთ ხოლმე რა თქმა უნდა სათყუარები მაგრამ ახლა შევცვალე მაინტერესი და რას იზავდა რა და ეგრევე გაახორციელა და კიდევაც მომიძრო ნაკლის ჭია ეს უნიშნო ჩატყმებიც მეგობრებო ყველა დავაკვირდეთ ჩატყმებს ძალიან ბევრნაირი არსებობს ახლა ეს უნიშნო ჩატყმები შეიძლება იყოს უკვე იჯდეს თევზი და ამასაც უნდა დავაკვირდეთ აი უკვე შეიძლება იჯდეს თევზი რა უნიშნო ჩატყმებსაც უნდა დავაკვირდეთ აუცილებლად და ტემპში გინდათ რომ დაიჭიროთ რა ეხლა უბრალოდ რაღაცას ვაკვირდები და დიაგნოზსაც გამოუტან მალე უკვე რომ მალე ჩვევია დიაგნოზის დასვა მინდა რომ ტემპში ვიჭიდო. რა თქმა უნდა, აი გააწვალებდა თუ არა თეთრულა. თეთრულა აწვალებდა. ეხლა მივხვდით რომ ნაკელის ჭიაზე უფრო გააქტიურდა თეთრულა. მე თეთრულა არ მჭირდება. ჩემი მიზანია დავიჭირო კარჩხანა. ჯავახას მიზანია დაიჭირო თეთრულა და თეთრულა მოუგვარო თეთრულას ჯავახამ. ეხლა რომ დავინახე რომ ნაკლის ჭიაზე უფრო აქტიურია თეთრულა, რაც შევცვალე ჭია, რა თქმა უნდა, ნაკლის ჭიას აღარ გავუკეთებ. გავუკეთე ისევ თეთრზე გადავალ. და დაველოდები კარჩხანას. აგერ შევცვალეთ სატყუარა, უცებ თეთრულამ გააჩერა ჩატყმა, ანუ ნაკლის ჭიაზე უფრო აქტიური იყო რა. ესე აკონტროლეთ ხოლმე თქვენც მეგობრებო. თუ მაინც ვერ მოიშორეთ თეთრულა სიტყვაზე და არ გიდა თეთრულა, მაშინ რა თქმა უნდა საკვები უნდა დამძიმდეს, თვითონ სატყუარა უნდა დამძიმდეს და ძალიან ბევრი პროცედურებია მელეც. აგერ შევცვალე, ისევ დავაყენე თეთრზე გააჩერა.
ხორჭილაც რაც ბავდა მოგვაკითხა ხორჭილამ. ეცე. ფლაში წავა და მე კარჩხანა ვარდნაზე. კარჩხანა ვარდნაზე მეგობრებო. ვარდნაზე კარჩხანა. სკაი ზომა. ესე იგი ეგ არის რა ჩემი თეორია მუშაობს მეგობრებო. რას გავთვალეთ? ამინდი დაწყნა თუ არა და მზე გამოვიდა და დაცხა და ნიავი შეწყდა, ეგრევე ზევით ავიდა კარჩხანა. ეგრევე. ამ დროს რა თქმა უნდა ეხლა გაჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს და შეამციროთ საკვებულის გრამაჟი და უნდა გაზარდოთ სადავე რაც შეიძლება გრძელი. ან მეტრა-ნახევარი შეიძლება 2 მეტრას დაჭირდეს, რომ საკვებურაც ნელა ჩავა, რა თქმა უნდა ეს სადავეც ნელა ჩავა, ამ დროს შუაშრეში ალმაღლა იდგება ჩვენი კარჩხანა, როცა წნევა არის, რა თქმა უნდა თქვენ ქვემოთ რამდენიც უნდა ყვებოთ და რაც არ უნდა ღირდეს დასაკვები თქვენ თევზი ქვემოთ არ გაგიჩერდებათ, გამორიცხულია. ამის გამო ვარდნის იმიტაციით უნდა ითევზაოთ რა. მოკლედ ვარდნაზე აიღო. არჩხანა ავიწყოთ. აი ესე უხეშად რო გითხრათ დაუმუღამოთ ჩარტყმები, აი ყურე ეს არის თეთრულა, ეს არის თეთრულა ან კარჩხანა ნახოთ. უხეშად უნდა დაუმუღამოთ მეგობრებო. პატარა ჩარტყმები, უნიშნულო ჩარტყმები შეიძლება ნემსკავი ქონდეს ტუშთან, აღებული ქონდეს და ამ დროს ეს უნდა დაუმუღამოთ რა. იმიტომ რომ ის მაგარი ჩარტყმას ველოდებით, ის უკვე შეიძლება გაქცევის ჩარტყმა იყოს. თეთრულად დაჭდა. წავიდა. და ვნახოთ სარიელი გაუშვათ. კარჩხანა ეს უეჭველი. კარჩხანა ეს უეჭველი. ჯავა. ჩვენ 6 კილოზე ახოთ უეჭველი. კარჩხანა კაიზომა. მიდი ვარ, მიდი. ვარდნაზე. ვისაც აინტერესებს რა თემატიკას ვაკეთებ, ამაზე აუცილებლად კიდე ამოვალ ბაზალეძე. კიდე ამოვალ ბაზალეძე, ჩავარდა ბადეში და გაჩვენებთ ყველაფერს რას ვაკეთებ. ეხლა გიხსნით დეტალებში და თუ ვინც ვერ მიმიხვდებით რას ვაკეთებ, მე რა თქმა უნდა დეტალებში აგიხსნით ყველაფერს. ერთი თეთრი მატყი. დაკვებას აღარ ვაძლევ, იმიტომ რომ შემოსულია ვარდნაზე. აღარ ჩერდება მაღლა დგას რა, კარჩხანა დგას მაღლა. გამოუშვა ეს შეიძლება საწმა იყოს. ვის ეს თეთრულა სავარაუდოდ რა ტემპში შემოვიდა. ფაშოის ხალხი, კარჩხანა, თეთრულა კაიზომ. ფაშოის ხალხი მიდის, ხო? ჩავა. თეთრულა. ჩემია ეგ, ჩემი. სატაფი. მიდექი მან 2 წუთი. ეხლა რაც აღნიშნე, ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მართლა დიაგნოზის დასმა შემიძლია წამებში ხვდები მეგობრებო, თევზს რა უნდა. აი ეხლა ხო ამტკიცებ ამას. წამებში ხვდები რა უნდა თევზს, ჯავახ. თუ ცნები მითხარით. მართალი ხარ გიო. მაგრამ ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მართლა ეგრეა და მინდა რომ თქვენც ეგრე იყოთ და მაგიტომაც ვცდილობ და ამდე ვიდეოს იმტოვებ რომ თქვენ გამოგადგეთ რა. თორემ მე მართლა წაკაცრუა და მეგობრად გამიგეთ, მე ისედაც ვიცი ეს ყველაფერი. თქვენთვის ვიღებ რა. რომ თქვენც ისიამონოთ ჭერით და ასე შემდეგ. ეხლა ხალხი იყო აქ. რავი, ჯეროც არიელი დახვდა ბაზალეთი, რავი, კაი ამინდია და მეორეგეთი ეს ტერიტორია სუც არიელია. და რომ მიდიოდნენ, თევზი არ მოდისოდა. სწორი მიდგომა, სწორი
პრინციპებია, თეორიები, რა თქმა უნდა, ამასებს რა. ჩარტმა, სუბუქი ჩარტმა. იმედა გამოჩნდა. ისე კიდეც რამეს უნდა შევეხო რა, თუ თევზი დაგიჯდება და აქცევები გაქვთ ამოყვანის დროს, სწრაფად თუ ახვევთ, ხო? ჯოხი თუ აქ ქანაობს ძალიან, შეგიძლიათ აი ეს ქვემოდან სწრაფად წამოიღოთ და ვეღარ ჩალიჩობს რა თევზი, რომ გაიქცეს. და ამ დროს აგერ რა კაშხანაა ბიჭო? ვარდნაზე დავიჭირეთ მაგარი კაშხანა მეგობრო. აუ რაც უათაა გამოდებული ამოსაყვანისში დავტოვე. ესეც მეცხრე თევზი მეგობრებო, მეცხრე. პასიური, ასე ვთქვათ, დავარქმევ, ხა აი თეთრულები, აი უყურე, ეხლა უნდა მეთქვა რა, უყურე, საკვებრო დაეცა მე თეთრული ამოხდა. საკვებს თუ არ მიცემ, აი ხა რაც დავეკვირდი, საკვებს თუ არ მიცემ, არ შემოდის რა. მაგრამ არაფერშუაშია საღამო წინ არის და შეიძლება არ შემოვიდეს. ეხლა თეთრულა შემოსული. ვარდნაზე ზევით გას რა კარჩხანა რა, ავი აგურც აღნიშნე რა. ეს თეთრულა. აი ამ პატარა ეხლა უბრალოდ არ უღმავდები, თორე აი პატარა ჩარტმევს რომ დაუმუღამო მეგობრებო, უხეშად ვიძახი ბოდიშით, რომ მიუხვდე, აი პატარა ჩარტმევზე შემიძლია ტემპით ვიჭირო რა. აი მაგის თქვა მინდა თქვენთანაც რომ აი პატარა ეს დიდ რაღაც ჩარტმევს ნუ ელოდებით ხოლმე, ვინც ელოდება რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. დიდ ჩარტმევს ნუ ელოდებით, იმიტომ რომ ის დიდი ჩარტმები შეიძლება გაქცევის ჩარტმები იყოს. ეგეც გავითვალისწინოთ რა. უნდა მივხვდეთ აი რა დროს იღებს ნემსკავს, რა დროს ჭამს, აი ამ დროსაც მე მაგას ვხვდები ხოლმე რა, ხვდები რა მაგას, მაგ სიტუაციას. ოდნავ უნდა დავაკვირდეთ წვერს. აი ამ დროს როცა ეხება აი უნიშნელოდ რომ ჩაარტყავს, რო ამოვარტყავ, თუ დაჯდა ხო, ის პრინციპი გააგრძელეთ. ის პრინციპი. აუ მახი ჯოხით გავყვასავდი. ეს ფასტივი თევზაო ბძია, მაგრამ აი ეს ტივტივით გაერთობა ბავშვი, აი ხო ჩააგდო სახლოში. აი ნახე რა დღეშია თევზი? ხედავ? აი, ხოწი ხედავ. ამა შეხედი, აქ, უყურე? თეთრულა, შეხედე ამდენია შემოსული? აი წი შეხედე, შენ წი შეხედე. ცოტა შორს შეხედე. წყალი რომ მოძრაობს, ვერ ხედავ? აი ეს, აი, უყურე, აი აქ. აი აქ, ნახე რა სავსეა, ნახე თეთრულა, ჩააგდე. პეტრიჭია გაუკეთე და დაიჭრე. პეტრიჭია გაუკეთე. სიმინდია აქვს. თეთრიჭია არ გაქვს? ცოტას მოგცეთ მაშინ, იმიტომ რომ გაერთოვა ბავშვი რა. დილაცა კეთია წამოყვანილი ყავს, ანანურზე ვიყავს. იხო რამე? არა, ცალი ვერ დაიჭირა ბავშვი, ერთი ცალი მაინც დაიჭირო. ნუ გავიხარო და ვერია, ნახე დაიჭირე. თემი აქ ხურავთებია. აქ ვაყურებდი ბავშვს 3 გრამს. რა? ვიცნო თქვენ, წერასაკეთე. სიმინდი კაი ვარიანტია თუ შეამცირებ, ხამხელა ნემსკაოვებით, ეხლა შანსი არ ქონდა ძია გამიგე რა. დიდებია ხო? ძალიან დიდებია, შანსი არ ქონდა. ანუ ნემსკავი რაც პატარა მოდის. პატარა არა, უნდა ვიცოდეთ რა თევზაობთ რა. ხა ამით რაც ეხლა გეკეთათ, ამით მე კობრზე ვზივარ. და არც ვზივარ, პატარა თევზაობ კობრზე. ეხლა ნემსკავს რაც გაუკეთებ და მეუნები აი გლომა დაიჭრე. შეიძლება კი მოჩხარა იყო, შეიძლება ბალახი, ნახოთ აბა ისე მოდის რომ
აბა ნახოთ რა არის. კიბორჩხალა დავიჭირეთ. კიბორჩხალა დავიჭირეთ მეგობრებო. კიბორჩხალა. ესეთი ტიპი. რავი, ეხლა ვისაც გაიტესებთ, იმიტომ რომ ზოგი ვერ ხსნის ხოლმე და ესეთი რაღაცა რა, აი ეს გადამოუკეთებთ მეგობრებო, აი ეს დაიჭრეთ. მე ერთ საცეც მე მეორეს რო არ გატკინოთ თითი ეს მდგომარეობაში და მოხსნით ნემსკოვს. ეხლა ეს გაუშვათ. ესეთი ტიპია რა. წადი. ოპა, წავით. გავაგზავნით. ჯავახამას დაიჭირა მეგობრებო. ჯავახა როგორც თქვა და დაიწყო თეთრულაზე. იჭეს ეთულას. ჯავახამაც დაიჭირა. კიდე იჭეს ჯავახა კიდე. ვარდნაზე თეთულებს. ჯავახამ კიდე დაიჭირა. კიბორჩხალა დიდი მგონი. ბიჭო, აფქლა კიბორჩხალა დავიჭირე, ჩემი კაი. მეგობრებო, ეს ნახეთ, ბიჭო, რამხელა კიბორჩხალა. ფეხშია გამოდებული. ძალიან აქტიური არ არის და რატომ არ ვიცი. ხო, არ არის აქტიური. ანუ უყურე რა. ძალიან მაგარი ზომა დავიჭერე. წავით. კაი დაარტყა. სავარაუდოდ. კარჩხანაა, ნახოთ. გადახსენდი, ეგრე გაწყვიტავ. გადახსენი. ძუა, გადახსენი. კაი კარჩხანა დავიჭირეთ, მეგობრებო. კაი კარჩხანა. 12 წალი. ბოლოს ავწონით, რამე დავიჭრეთ. მაგრამ საკვები თუ არ მიეცი არ შემოდის რა. ეგეთი თემა აძნებო და მეგობრებო. არ ჩერდება ერთ ადგილას. ამაფსკედა და ეხლა ურტყავს ვარდნაზე და ნახოთ. აბა ნახოთ თეთრულა. კაი ზომა. აგია კარჩხანა დაიჭირა ჯავახამ. კაი ჩარტყმა იყო სკერიდან. კარჩხანა ეს ავარაუდოდ. ოჰო, კაი კარჩხანა, მეგობრებო, კაი კარჩხანა დავიჭირეთ. კაი კარჩხანა. ბიჭო რამხელა. მოდი, დაწნარდი. ესე.
ჰიბრიდული წითელი და ჰიბრიდული თეთრი მეგობრებო ერთად დავიჭირეთ კაი დატყმა იყო ცოტა წინ მოისროლეთ წინ აი ცოტა წინ გაისროლეთ რა სიღრმეში უნდა რა დაბა აქ არ ჭამს აი სიღრმეში გაისროლეთ დავიჭირეთ კიდევ ქორჭილა ეცი ძია ნახე წინ ახტება თქვენ წინ შემოსული აბა ეხა უფრო შეიძლება შანსი უფრო გაქვთ ჭიაზე ეხლა თუ დაანახებთ სიმით ფერები დაანახეთ დიდი არ დაანახოთ კაროჩხანა დაიჭირა ჯავახ ეს კაი ზომა ეს კაი ზომა ჯავახამაც კარგი კაჩხანა დაიჭირა და მეც მითხავს ვაიმე მეც დავიჭირე იმედი არ გაიქცევა არა ზის გააქტიურდა ჯერ აისროლო ჯავახ აი კაი კაჩხანა დავიჭირეთ მეგობრებო კიდევ ერთი გაძრა არა უშავს მენა გეგონება შამაიუთებს ვაუბნე ჩემი სწრაფად ესე ახვევთ მეგობრებო რა თქმა უნდა ვეღარ ფართხალებს და ვეღარ იზრობს ნებს კაოს პირიდან ჯავახა კიდე იჭერს და გაიქცა დავიჭირეთ მეგობრებო კაჩ ეს კარჩხანა იმედია ჩანს მზე უტყავს კარგად აი ზომები მოდის აი ზომები და გამომწერმა ჩვენმა მეგობარმა დავითამ დაიჭირა პირველი ქორჭილა მინდა ხა მალე მოხსენი და ჩააგდე თეთრულებია შემოსული აი დატყმა იყო ეგარი მორიგი კარჩხანა კარგად ვეთხოვით არ შევთითო წამოვედით ყველა პერიოდში თავისებური მიდგომა სჭირდება რა თქმა უნდა და მივხვდე რა უნდა რა აუ ნახე რა კაია ცოტა გამოდებული და იმედია მოვასწრებ ოპ წითელი ჰიბრიდულები გავუკეთე ახლა და დავიჭირე 23 კარჩხანა 23 არა შერეული თევზი ყავს თეთრული ამყავს ქორჭილა და კარჩხანა არა უფრო მეტი კარჩხანა და თამამად შემიძლია თქვა რომ კილო ნახევარს ყველა ვარიანტში ავსდით მორიგი თევზი თუ კი მოჩხალა თუ არა ხო კი მოჩხალა დაიჭირა ჯავახამაც
ნაპირში გამიქცა მაინც და მაინც. უხეშთან. ხეშად რა უკ. არის მეგობრებო, ვარდნაზე თეთრულა. აიღო ეგრევე. დასაკვების მარცხის წრინი. თუ არა თეთრი ჰიბრიდული ჭია. ნორმალური ზომის თეთრი. ოპ. იდე. აიღო ჩემთანაც აიღო ვარდნაზე. Ragazzi, bist Ragazza, perché tu fa che si c'è? Dai, sa, tu ali. Au, ragazzi, ja. Ich bin ja gar nicht da. Gerade shit. Au, zwei Tage am Ende. Mit dir aber was? მარცხანი უსი? მარცხანი. შეიძლება კობრი იყო, ისე გაათვლია. თეთრულა ეს უეჭველი. აი ვიდეო გამოდის მეგობრებო. აი ჯავახამას დაიჭირა. მე ვგებ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ. დღეს არ ხარ ხო? დი არ ვუწევ. მაგრამ შეიძლება დღეს თუ ხოდა დრო, დღეს გასულა. დღეს თორებს ნახე. ეს რეკლამებს ნახე. ოვა. ეს კაი ზომა. ეს კაი ზომა. არა გაიცი. საკვებურაი. ამით დოზიებოთ მაჭმის რა. და იქ ვაგროვეთ. შეიძლება მე რომ ვკითხავ. საკვებურა, აი თავზე და ესე ზოგია თავზე შემიძლია. საკვებურა ამით ვიკიდოთ ჩავალთ არა ამით პრინციპი შევგაობა რაიკომ ხიზატილი. რავი რა. ამ ჩემი ვიდეოები დაგიხმარებათ. ჩაუვათ ნახე რა ძალიან. აცვათა გამოდებული და ოასუთ. ოჰო. დავიჭირო 42 ცალი კაჩხანა. და ნახოთ რამდენი დავიჭირო. ძალიან კაი დღე იყო, გაადგავეთ.
კაი. არის ცუდი რაოდენობა მეგობრებო. ძალიან აქტიურიც არის, მაგრამ რაც იყო, ეგ არის. აუჩოყოთ ბადე რო არის დარჩენილი მანდე. აი რაოდენობაა, სხვათა შორის, არა ცუდი რაოდენობა. დავანულოთ. ნულია. ვნახოთ. მოიცა. ვარდა. მოკლედ მოიცა 3 კილო და 700 3 კილო და 500 ანუ 200 გრამი ვედრის 3 და 500 კარგი იყო ეხლა ვნახოთ ჯავახას წონა ჯავახამ ძალიან კარგად იჭირა მეგობრებო საღოლით ჯავახას ძალიან მომეწონა წერტილში უტყავდა რა დახვეწილი აქ ამბის ძალიან მაგრად ფიდერი რა მილიმეტრებში უტყავდა რა ძალიან მაგარი იყო და შედეგიც აქვს რა ძალიან კაი შედეგი აქვს ხალხი ესე ვერ ვიტყვა ძალიან აქტიური იყო რაღაც აი ხალხი ვერ იჭერდა რა ჯავახი თუ რამეს მომაწევ იგი მიდიოდნენ ნამდვილად ხალხი ვერ იჭერდა ანუ რაღაც იმის შემოტანა მინდა ჩემი ვიდეოები მხრიდან და ჩემი ვიდეო ვიღებ ამ ვიდეოებს რომ აი ეს აღარ მოხდეს მეგობრებო რა იმიტომ რომ პატარა რაღაცაზე არ მოვა და მიდიან ხალხი აი ამ თუ შეგვიძლია ჭერა აი მაგალითი ხო ხედავთ მაგალითი რა ამ თუ შეგვიძლია ჭერა სიამდვილეში ეგაა თევზაობა და როგორც ესაა ჯავახას წონა მოდი ხა ჯავახას წონა ავწონოთ ჯავახას წონა არის 2 კილო და 725 ანუ 2.5 ჯავახის ანუ 3.5 და 2.5 რა მოკლედ მეგობრებო ვინც ახლა პირველად მიყურებთ რა თევზის გაშვება არ მეშლება მეგობრებო მუდმივად ვუშვებ თევზს მუდმივად ვიცი რა ჯიში ამხელა იზრდება რა რაოდენობა წავიღო და ასე და ესე შემდეგ აღარ გამეორდები რა ვინც ახლა პირველად მიყურებთ ძალიან გთხოვთ რომ ძალიან ბევრ ვიდეო მიდევს და გადახედეთ გადმოხედეთ ძალიან გთხოვდა და შეიძლება დახმარება გქონდებათ ხამიცაშვილი გიორგი მიწედია Facebook-ზე დაგეხმარებით არავინ ნაწერი არ გამიშვია ჯერ წავიღებთ მეგობრებო ახლა თევზს საკმარისია ახლა 3 კილო ჩემი ოჯახისთვის ძალიან საკმარისია და დავაგებონდებთ მიყვარს კარჩხანა შემწვარი თეთრულებს წაიღებთ ჯავახა მოკლედ თუ მოხსნათ ჩემი არხი თქონა მექნება გამოწერეთ ესა ჩემი არხი მეგობრებო ერთმანეთს დავიხმაროთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ ალბათ წარმატებებით და დროებით მეგობრებო დავამარხეთ